აშშ-ის სამხედროებმა საბოლოო ბლეფი გამოაშკარავეს და ირანის ბლოკადა სრულად დაინგრა. ხელავთ კვირების განმავლობაში სასოწარკვეთილი რეჟიმი ამტკიცებდა, რომ მათ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან წყლის გზაზე მომაკვდინებელი წყალქვეშა ნაღმები დააღენეს და გემებს გამოწვევას უგზავნიდნენ. გადაეკვეთათ ეს ხაზი. მაგრამ დღეს დილით, დღისით, მძიმედ შეიარაღებული ამერიკული სამხედრო გემები უშიშრად და უპრობლემოდ გაიარეს ბლოკადის შუაგული. ეს პირველი შემთხვევაა, რაც მსგავსი რამ მოხდა ომის დაწყების შემდეგ. და ეს ხდება სწორედ იმ დროს, როცა ირანს სჭირდება ყველა ბერკეტი, რაც კი შეიძლება, რათა მოლაპარაკება გააფორმოს მისთვის მისაღებ პირობებზე. შეხედეთ, მიუხედავად ყველა პრეტენზიისა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მიუხედავად მუქარისა, რომ გამოვიდოდნენ მოლაპარაკებებიდან თუ აშშ არ დაარწმუნებდა ისრაელს ცეცხლის შეწყვეტაში ლიმანში, ირანის ოფიციალური პირები საბოლოოდ მაინც მივიდნენ მოლაპარაკებებზე. სინამდვილეში ისინი პაკისტანში აშშ-ის თვითმფრინავის დაჯდომამდე მივიდნენ. უკვე მეორე დღეს აშშ-ის დელეგაციაც დაეშვა. ვიცე-პრეზიდენტი JD Vance თვითმფრინავიდან ჩამოვიდა და პაკისტანელ ოფიციალურ პირებს შეხვდა, სანამ მოლაპარაკებებზე შევიდოდა. ეხლა განვიხილავთ ზუსტად ვინ გამოცხადდა ირანული მხრიდან, რადგან ეს ბევრს გვეუბნება, რამდენად სერიოზულად ეკიდებიან ისინი ამ მოლაპარაკებებს. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, მოდით ვილაპარაკოთ იმ ამერიკულ სამხედრო გემებზე. ხედავთ, დღეს დილით ორი ამერიკული სამხედრო გემი ჰორმუზის სრუტეში შევიდა. შემდეგ პარსის ყურეში გადავიდა და ისევ გამოვიდა. ეს არის პირველი შემთხვევა ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ამერიკული სამხედრო გემები რეალურად შევიდნენ პარსის ყურეში. ახლა არსებობს ერთი ირანული სახელმწიფო მედია საშუალება, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს რეალურად არ მომხდარა. სამხედრო გემებმა რეალურად სცადეს შესვლა, მაგრამ ირანის საზღვაო ძალებმა მათ დაემუქრნენ და ისინი უკან დაბრუნდნენ. მაგრამ მეორესპრივ, იგივე მედია საშუალება ბოლო რამდენიმე კვირაში არაერთხელ გამოიჭირეს ტყუილში. და ამას გარდა, ეხლა უკვე სამი სხვადასხვა გამოცემა ადასტურებს, რომ ორი ამერიკული სამხედრო გემი მართლაც გადავიდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, შევიდა სპარსეთის ყურეში და შემდეგ გამოვიდა უკან. და ამ ყველაფერთან ერთად, შეგვიძლია უბრალოდ სატელიტურ მონაცემებსაც გადავხედოთ, ამ სამხედრო გემების მდებარეობის მონაცემებს. და შეგვიძლია დავინახოთ, რომ ეს მოგზაურობა მართლაც შედგა და ეს მოხდა დღისით, ყველას თვალწინ. ეს იყო მრავალსაათიანი მისია, რომელიც ზუსტად მაშინ მიმდინარეობდა, როცა ყველა ამას ხედავდა. ასე რომ თუ ირანს რამე სურდა გაეკეთებინა, შეეძლო, მაგრამ არ გააკეთა. აშშ-ის ოფიციალური პირებიც ადასტურებენ, რომ ეს გადასვლა ირანის ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა, რაც ნიშნავს, რომ სამხედრო გემები უბრალოდ შევიდნენ და ისევ გამოვიდნენ. ახლა ზუსტად არ ვიცით, რას აკეთებდნენ ისინი. შეიძლება ეს უბრალოდ გზავნილი იყო, რომ აშშ-ის ახლა თავისუფლად შეუძლია სრუტეში შესვლა, რადგან ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია. ან იქნებ სამხედრო გემები ტანკებს აცილებდნენ სპარსეთის ყურეში და უკან. ან იქნებ ნაღმებს წმენდნენ. ზუსტად არ ვიცით, მაგრამ მიცით, რომ ირანელები ადრე აცხადებდნენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაღმები იყო. მოусმინეთ. ეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა, რომელმაც ეს ინფორმაცია 2 დღის წინ დაადასტურა. ანუ ეს ინტერვიუ სულ ახლახან, 9 აპრილსა. ჰორმუზის სრუტე ღია. რა თქმა უნდა, ტექნიკური შეზღუდვები არსებობს, რადგან ეს ომის ზონაა. და ასევე ირანმა ომის დროს, ამ აგრესიის დროს, ბევრი ღონისძიება გაატარა. ამიტომ არსებობს გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები და სწორედ ამიტომ ყველა გემი, რომელსაც სურს ჰორმუზის სრუტეში გაიაროს, ვალდებულია დაუკავშირდეს ჩვენს არმიას და ჩვენს სამხედრო საკონტაქტო პუნქტებს იქ. ამ სრუტის შეზღუდვების გამო და ეს სრუტე ძალიან ვიწროა. ის ჩვენს ტერიტორიულ წყლებშია, ასევე ომანის ტერიტორიულ წყლებში. ეს ჩვენი წყლების შიგნითაა. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად ტანკერებისა და გემების უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის. ეს ტექნიკური შეზღუდვები ძალიან არის დაკავშირებული საომარი მდგომარეობისთან და მათი მოხსნა დროს მოითხოვს, ასე რომ უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყოფილია. ჰორმუზის სრუტე ღია, მაგრამ რა თქმა უნდა თითოეული ტანკერი და თითოეული გემი უნდა გააკეთოს საჭირო შეთანხმებები ირანის ხელისუფლებასთან, რათა შეძლოს ამ სრუტის უსაფრთხოდ გადაკვეთა. ახლა ის ამბობს, რომ ირანს აქვს ამ ნაღმების რუკა და სწორედ ამიტომ გემებს სჭირდებათ ირანთან კოორდინაცია, რათა ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოდ გაიარო. ეხლა ზუსტად არ ვიცი, რამდენად მართალია ეს, რადგან სულ გუშინ New York Times-მა გამოაცხადა, რომ ირანს თავადაც კი არ შეუძლია იპოვოს ის ნაღმები, რომლებიც თვითონვე დააგო. ეს შეიძლება იყოს იმიტომ, რომ მათ არასდროს ჰქონდათ რუკა, ან იქნება იმიტომ, რომ იმ ადამიანს, ვინც რეალურად დააგო ნაღმები, ჰქონდა რუკა და ის ღრმად მიწისქვეშა ბუნკერში დამარხეს, სადაც იმალებოდა, როცა ამერიკული დარტყმები განხორციელდა. ასე რომ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ სწორედ აქ მინდა ვისაუბრო იმ თეორიაზე, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ზოგიერთმა ადამიანმა წამოაყენა. ისინი ძირითადად ამბობდნენ, რომ ირანმა სინამდვილეში წყალქვეშა ნაღმები არასდროს დააგო. უბრალოდ საჯაროდ განაცხადეს, რომ დააგეს. ამიტომ გემებს, განსაკუთრებით სამოქალაქო გემებს, ძალიან ეშინოდათ რისკის გაწევის. და ამან ფაქტობრივად ჰორმუზის სრუტე დაბლოკა,
მიუხედავად იმისა, რომ ირანმა რეალურად არაფერი გააკეთა, რომ ის საშიში გამხდარიყო. თუმცა, ეს მხოლოდ თეორია. რეალურად ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება. და ამას გარდა რომ ცოტა დავაკნინოთ ეს თეორია, თავად პრეზიდენტმა ტრამპმა დღეს დილით გაავრცელა განცხადება, რომ აშშ-ის ძალები რეალურად ატარებენ მისიას ნაღმების გასაწმენდად. შეხედოთ. ერთადერთი რამ, რაც ირანს აქვს, არის მუქარა, რომ ხომალდები შეიძლება შეეჯახონ მათ საზღვაო ნაღმებს. თუმცა, სხვათა შორის, მათი ყველა 28 ნაღმკრელი ნავიც ზღვის ფსკერზე წევს. ახლა ვიწყებთ ხორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის დახმარების სახით, მათ შორის ჩინეთისთვის, იაპონიისთვის, სამხრეთ კორეისთვის, საფრანგეთისთვის, გერმანიისთვის და მრავალი სხვა ქვეყნისთვის. საოცარია, რომ მათ არ აქვთ არც გამბედაობა და არც ნება ეს საქმე თავად გააკეთონ. ძალიან საინტერესოა, თუმცა მრავალი ქვეყნის ცარიელი ნავთობის ტანკერები მიემართებიან შეერთებულ შტატებში, რათა ამერიკული ნავთობი ჩაიტვირთონ. ეხლა, როგორც მე მესმის და მინდა განმარტო, რომ მე საზღვაო ძალების ექსპერტი არ ვარ და ამას გარდა აშშ-ის სამხედროებს აქვთ შესაძლებლობები, რომელთა შესახებაც საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია. მაგრამ რაც მე ვიცი, საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, ორი სამხედრო გემი, რომლებიც ხორმუზის სრუტეში გაიარეს, რეალურად არ ფლობენ მაღალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, ნაღმების აღმოჩენისა და გაუნებელყოფისთვის. ამიტომ ზუსტად არ ვიცი, ეს ორი სამხედრო გემი იქ ნაღმების გასაუნებელყოფად იყო თუ არა. ან არსებობს სხვა პროცესი, ან იწყება, ან მიმდინარეობს სხვა პროცესი, რომელიც ნაღმების გაუნებელყოფას ემსახურება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ორი სამხედრო გემის ჰორმუზის სრუტეში შესვლა და გამოსვლა ნამდვილად ნიშნულოვანი მოვლენაა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს დღისით მოხდა. მათი ტრანსპონდერები სრულად ჩართული იყო და ყველა შეეძლო ამის ნახვა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ირანი გარკვეულწილად კარგავს თავის ბერკეტს, თუ ხორმუზის სრუტე გაიხსნება იმგვარი მოძრაობისთვის, რომლის გახსნაც ირანს არ სურს. ირანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი არ დაუშვებენ ხორმუზის სრუტიდან ერთ დღეში 15-ზე მეტ გემს გავიდეს. ამჟამად მოძრაობა ამ ზღვარზე ბევრად ნაკლებია, ან შესაძლოა ახლოსაა ამ ზღვართან. მაგრამ თუ გადააჭარბებს ამ ზღვარს, ეს ნიშნავს, რომ ირანი გარკვეულწილად კარგავს თავის ბერკეტს. ეხლა როცა მოლაპარაკებებზე ვსაუბრობთ, გამოიცანით, რას აკეთებს ჩინეთი იმ დროს, როცა მოლაპარაკებები პაკისტანში მიმდინარეობს. აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთი უახლოეს რამდენიმე კვირაში ირანში ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას ამზადებს. სისტემა, რომლის გადაცემასაც პეკინი ამზადებს, არის მხარზე გასაშვები ანტისაჰაერო რაკეტები, სახელწოდებით MAN-PADS. ეს MAN-PADS-ები ასიმეტრიულ საფრთხეს წარმოადგენდა დაბალ სიმაღლეზე მფრენი ამერიკული თვითმფრინავებისთვის მთელი ომის განმავლობაში და კვლავ შეიძლება წარმოადგენდეს, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვევა. გაიხსენეთ, რომ სულ რაღაც 1 კვირის წინ ჩატარებული გადარჩენის მისიის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი F-15 მართლაც ჩამოვარდა ხელით სატარებელი მხარზე გასროლილი რაკეტის გამო, რაც ნიშნავს, რომ გამოყენებული იყო MAN-PADS-ი. ასე რომ, თუ კიდევ მეტი MAN-PADS შემოვა, ეს სერიოზულ პრობლემას შექმნის ამერიკის საჰაერო ძალებისთვის, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვევა. მაგრამ საბედნიეროდ გვაქვს გარკვეული პოზიტიური სიახლეები პაკისტანში მიმდინარე მოლაპარაკებებიდან. შეხედეთ იმ ადამიანების სიას, რომლებიც ირანის მხრიდან ჩამოვიდნენ. ეხლა ზუსტი ბითხე არ ვიცით, მაგრამ მხოლოდ შეფასებებით ვნახეთ, რომ ირანული დელეგაციის შემადგენლობაში დაახლოებით 70 ადამიანი მივიდა მოლაპარაკებებზე. მათ ხალთ ეკონომიკის ექსპერტები, დიპლომატიური ექსპერტები და უსაფრთხოების ექსპერტები. ფაქტობრივად, ყველა იქ არის. მათ შორის არის ის ადამიანიც, ვისაც გუშინ ვსაუბრობდით, მოჰამედ ბაღერი, რომელსაც ირანის რევოლუციური გვარდია ცდილობდა დაემატებინა, როგორც ადამიანი, რომელიც წარმოადგენს IRGC-ის შეხედულებებს ან IRGC-ის მხარეს მოლაპარაკებებში. ისიც კი იქ არის. ამ დელეგაციის ზომა და შემადგენლობა რაღაცას ნამდვილად გვეუბნება. ეს ძირითადად ნიშნავს, რომ ირანი ამას სერიოზულად ეკიდება და შესაძლოა იმედოვნებს მოლაპარაკებულ შეთანხმებას, რომელსაც შეძლებს შეეგუოს. ეხლა, გუშინდელი ვიდეოდან თქვენგან ზოგიერთმა შეიძლება გაიხსენოს, რომ სანამ ირანის დელეგაცია ირანიდან პაკისტანში გაფრინდებოდა, დელეგაციის ხელმძღვანელი, სპიკერი ძირითადად ამბობდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან ორი პირობა არ იყო შესრულებული. ეს ნიშნავდა, რომ ირანი ფაქტობრივად აპირებდა მოლაპარაკებებიდან გამოსვლას. მისი თქმით და მისი განცხადების მიხედვით ეს პირობები იყო. პირველი, ცეცხლის შეწყვეტა ლიბანში და მეორე, ირანის გაპინული აქტივების გათავისუფლება, ძირითადად ირანის სანქცირებული ფული. მათ უნდათ ეს ფული დაიბრუნონ. ეხლა გამოიცანეთ რა მოხდა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ერთ-ერთი ეს პირობა არ შესრულდა. ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა არ არის, ამ წუთშიც კი. ისრაელმა ბოლო 24 საათში 200-ზე მეტ ჰეზბოლას ობიექტს დაარტყა. და ამას გარდა აშშ-ის ოფიციალური პირებიც ამბობენ, რომ ისინი არასდროს დათანხმებულან ირანის გაყინული თანხების გათავისუფლებას ცეცხლის შეწყვეტისთვის. და რა მოხდა? არც 1 ცენტი არ გაუთავისუფლებიათ. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორივე პირობა ფაქტობრივად არ შესრულდა, ირანელები მაინც წავიდნენ პაკისტანში და ირანელები ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებენ. სინამდვილეში, როცა ამას წერ კვირა დილით, ჩანს, რომ მოლაპარაკებები უკვე 4 საათზე მეტია დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
ჩვენ ხავს ვიცე-პრეზიდენტი JD Vance, რომელიც ირანის დელეგაციასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და ორივე მხრიდან ექსპერტები ერთმანეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ეს ცოტათი გვიჩვენებს, რომ ირანი სასოწარკვეთილია. შეიძლება არასწორად ვაფასებს სიტუაციას, რადგან ეს ცოტა პირადი მოსაზრებაა. მაგრამ როგორც მე ვუყურებ საკითხს, ირანმა საჯაროდ განაცხადა, რომ თუ ეს ორი პირობა არ შესრულდება, ისინი არ მივლენ. აშშ-ის მხრიდან კი იყო ესეთი დამოკიდებულება. ჩვენ არასდროს დაგთანხმებია ამ ორ პირობაზე, ასე რომ ეხლა არ ვაპირებ მათ შესრულებას. ჩვენ არ შევასრულებთ ამ პირობებს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ირანმა საჯაროდ განაცხადა, რომ არ მივიდოდა, ის მაინც მივიდა მოლაპარაკებებზე. მათ დიდი დელეგაცია ჩამოიყვანეს. ფაქტობრივად დიდი ჯგუფი მოლაპარაკებებისთვის და ძალიან დიდ ხანს აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. ეს გვიჩვენებს, რომ ირანს ნამდვილად ძალიან სურს ეს მოლაპარაკებები. და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, შეიძლება ირანი უბრალოდ ბლეფობდა, როცა ეს განცხადება გააკეთა, ხომ ასეა? შეიძლება ეს ის საკითხი იყო, რომელიც მოლაპარაკებებში არ განიხილებოდა და ირანი უბრალოდ ბოლო წამს ასაჯაროებდა იმ იმედით, რომ იქნებ აშშ მათ იმაზე მეც მისცემს, ვიდრე იმსახურებენ. მაგრამ აშშ მხარად დადგა თავის პოზიციაზე და ირანმა თქვა: "კარგი, ვწადეთ." ცდადღირდა, ხომ იცი? და მაინც მოლაპარაკებებზე დაბრუნდა. როგორც არ უნდა იყოს, ჰეზბოლას და ლიბანელ ხალხს ეს არ მოსწონთ, რადგან მათთვის ასე ჩანს, რომ ირანმა სრულად მიატოვა ისინი მას შემდეგ, რაც საჯარო განცხადებები გააკეთა. და ეხლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მოლაპარაკებები აშშ-თან მიმდინარეობს იმ დროს, როცა ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ომი ჯერ კიდევ გრძელდება. ასე რომ დარწმუნებული ვარ, ეს ირანსაც არ მოსწონს. ეხლა მათ უფრო სუსტი ურთიერთობა აქვთ ერთ-ერთ თავიანთ პროქსი ჯგუფთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნახოთ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები. ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რა განიხილება, რაზე თანხდებიან და რა საკითხებზეა უთანხმოება. მაგრამ როცა ამ ინფორმაციას მივიღებთ, აუცილებლად განახლებულ ვიდეოს გაგიკეთებთ. მანამდე, ჩემს სახელია სემი. შემდეგ ვიდეოში გნახავთ. ახლა რომ გავიგოთ, რატომ იქცევა ირანი ასე როგორც ახლა იქცევა, უნდა დავბრუნდეთ უკან და ვნახოთ, როგორ მივიდა ირანი იქამდე, სადაც დღეს არის. ეს მხოლოდ 1979 წლამდე დაბრუნებას არ ნიშნავს, როცა ისლამური რევოლუცია მოხდა. სინამდვილეში კიდევ უფრო უკან უნდა დავბრუნდეთ. მე-19 საუკუნეში, როცა ყაჯართა დინასტია მართავდა ირანს და დავაკვირდეთ, როგორ ახდენს იმ დროინდელი მმართველი კლასის გადაწყვეტილებები დღემდე გავლენას ირანზე. აბა, რა გგონიათ? ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენს მრავალნაწილიან პოდკასტში, რომელიც სწორედ დღეს გამოვიდა. ასე რომ, თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ირანის ისტორიით და იმით, თუ როგორ მივედით დღევანდელ მდგომარეობამდე, აუცილებლად მოусმინეთ მას. შეგიძლიათ უყუროთ მას აღწერაში მოცემულ ბმულებზე დაჭერით, ან უბრალოდ დააჭიროთ ეკრანზე გამოსახულ ვიდეოს, ანუ დააჭიროთ ვიდეოს, რომელიც თქვენს ეკრანზეა.